გამომშვიდობის არიოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. Փաշინյան-ალიევის შეხვედრა შესაძლოა პარასკევს ვაშინგტონში გაიმართოს, ერევანი კი დუმს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარასკევს თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმასპინძლებს. ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია, იგეგმება თუ არა შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა ან პარაფირება. ოფიციალური ერევანი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ცნობისათვის ფაშინიანისა და ალიევის ბოლო შეხვედრა 10 ივლისს აბუ-დაბიში გაიმართა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ერევანი და ბაქო მშვიდობის ზღვარზე არიან და ამ პროცესში მან სასწაული მოახდინა. ფაშინიან-ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე ირანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მესამე მხარეების არარეგიონალური აქტორების ჩარევა სამხრეთ კავკასიის საქმეებში. აქ აშკარაა, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლები ამერიკის შეერთებული შტატებს გულისხმობს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ სომხეთის ინიციატივას მშვიდობის გზაჯვარედინი და მიიჩნევენ, რომ ისინი განხორციელება სასარგებლო იქნება მთელი რეგიონისათვის. ბაღაიმ ასევე შეახსენა მათი მკაფიო პოზიცია, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო გზა უნდა განხორციელდეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემით და რომელიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე. რუსეთი ლარსის გავლით სომხეთისათვის მმართველის მიწოდების დაჩქარებას ცდილობს. რუსეთის მთავრობა სომხეთის თხოვნით საპასუხოდ დამატებით ზომებს იღებს, რათა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით სომხეთში მმართველის იმპორტი დაჩქარდეს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის განცხადებით, უამუნდობის გამო შექმნილი შეფერხებების მაქსიმალურად სწრაფად აღმოუქმრას ცდილობენ. ცნობისათვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ღვარცოფის საფრთხის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან გასავალი მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. სომხეთის პრეზიდენტი თურქმენეთში გაეროს კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას. სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი 4-დან 7 აგვისტოს ჩათვლით თურქმენეთს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ზღვაზე გასასვლელი არ მქონე განვითარებადი ქვეყნების მესამე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიება, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს ამ ქვეყნების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრავს. კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს სატრანსპორტო კავშირების, ციფრული ინფრასტრუქტურების, ეკონომიკური მდგრადობის და კლიმატური ცვლილებების საკითხებს. პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაჰაგნ ხაჩატურიანი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან. არცახის კულტურული მემკვიდრეობა განადგურების საფრთხის ქვეშაა. ბაქო ვანდალიზმის პოლიტიკას აგრძელებს. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი ოკუპირებულ ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის სისტემატურ განადგურებას აგრძელებს. არცახის კულტურული მემკვიდრეობის ომბუდსმენის ჰოვიკ ავანესოვის თქმით, ეს პოლიტიკა 2020 წლის ომის შემდეგ ახალი ძალით განახლდა. დეტალები მერი დანიელიანის რეპორტაჟში. ეკლესიები, ხაჩკარები, ძეგლები, მთელი დასახლებებიც კი იშლება რუკიდან სომხური კვარის გასაქრობად. აზერბაიჯანი ოკუპირებულ არცახში ვანდალიზმის პოლიტიკას აგრძელებს. არცახის კულტურული მემკვიდრეობის ომბუდსმენის ჰოვიკ ავანესოვის თქმით, აზერბაიჯანის ქმედებები ახალი არ არის. გერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სომხური მემკვიდრეობის მითვისებისა და განადგურების პოლიტიკა ახალი ძალით განახლდა 2020 წლის ომის დროს და მის შემდეგ. დიდი ზიანი მიადგა შუშის ისტორიულ ლანდშაფტს. განადგურდა მრავალი ისტორიული მნიშვნელობის შენობა, ასევე განადგურდა საცხოვრებელი უბნები. და ამის პარალელურად არცახის სხვადასხვა დასახლებაში დაიწყო სომხური ეკლესიების ეწოდებული ყალბი აღდგენის სამუშაოები, რის შედეგადაც ჩვენი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლები თავიანთ ისტორიულ სახეს კარგავდნენ. აზერბაიჯანის მიერ არცახის სრული ოკუპაციის შემდეგ კულტურული გენოციდის მასშტაბი გაფართოვდა. თანაც თავდაპირველად ანადგურებდნენ ისტორიული მნიშვნელობის შენობებს. მთლიანად განადგურებულია 10-ზე მეტი სოფელი, მათ შორის შუშის მახლობლად მდებარე გმირული ქარინ ტაკი. არცახში აღრიცხულია 5600-ზე მეტი სახელმწიფო რეგისტრაციის მქონე ძეგლი, თუმცა საერთო რაოდენობა 10000 აჭარბებს. 2020 წლიდან დაფიქსირდა
იზრდებოდა ვანდალიზმის 800 მეტი შემთხვევა. მიწასთანაა გასწორებული შუშის სურფოვანეს მკრტიჩის ეკლესია. დამახინჯებულია ღაზანჩეცასის ტაძრის ისტორიულ-არქიტექტურული მთლიანობა. մենք ոչ միայն պետք է սպասենք ჩვენ არ უნდა ველოდოთ მხოლოდ მორიგი ვანდალიზმის შემთხვევის დაფიქსირებას, რომ ამაზე ვისაუბროთ. ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში ყოველდღიურად უნდა იყოს და ტყვეების საკითხთან ერთად ყველა შეხვედრისა და ყველა მოლაპარაკების პროცესში მთავარი საკითხი უნდა იყოს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობა მხოლოდ პროტოკოლური და უკბილო განცხადებები, ასევე აზერბაიჯანის მიმართ გამოჩენილი პოლიტიკური და ეკონომიკური მფარველობა დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის. հստակ պատժամիջոցներ կիրառել მეტიც, დაგმობის, მკაფიო სანქციების გამოყენების ნაცვლად სხვადასხვა დონის დელეგაციები უკანონოდ სტუმრობენ არცახს, რასაც სწორედ მოჰყვება მასშტაბური ვანდალიზმის შემთხვევები. ბოლო ნათელი მტკიცებულება. ავანესოვის აზრით, არცახში 10 დღეზე მეტია მძვინვარებს ხანძრები, რომლებიც 100-ზე მეტ ისტორიულ-არქიტექტურულ ძელს ემუქრება. ცეცხლი აზერბაიჯანის ვანდალიზმის ახალი მეთოდი არ არის. 2020 წლის თეთრი ფოსფორით დაწვის გათვალისწინებით. ამასთან გაანადგურეს ჩვენი თანამემაულის, დიდი მარინისტის, ჰოვანეს აივაზოვსკის ბიუსტი, სწორედ მის დაბადების დღეს, რაზეც სხვათაშორის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ეს აივაზოვსკის ნამუშევრებია. სადღაც ანგრევენ მის ძეგლებს. მე კი ვანგრევ უცოდინრობას მათში, ვისაც არასდროს უნახავს მისი ტილოები. სახელმწიფო დუმის DST-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი აივაზოვსკის ძეგლის დანგრევას ახასიათებს როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო დონეზე წახალისებული და პროვოცირებული ეს ვანდალიზმის შესანიშნავი მაგალითი. მებრძოლები, რომლებიც სომხური კულტურული გავლენის წინააღმდეგ იბრძვიან და რომლებიც დღეს ბატონობენ ყოფილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებითად არ შემოიფარგლენ მხოლოდ აივაზოვსკის ძეგლის დემონტაჟით. მათ უკვე მოასწრეს შეურაცხონ სომხურ სოფელ ჩარდახლუში დაბადებული ცნობილი საბჭოთა სამხედრო მეთაურების ძეგლები, გამოაცხადეს რელიგიური ძეგლების დანგრევის პოლიტიკა და გაანადგურეს დიდი რაოდენობით ხაჩქარები. ბაქოს ქმედებები ავანესოვის თქმით 21 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კულტურული გენოციდია. თურქეთი და აზერბაიჯანი არა მხოლოდ ახორციელებენ კულტურულ გენოციდს, არამედ მის მეთოდოლოგიასაც ახდენენ ექსპორტს. ამ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების დუმილი და სომხეთის მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევა არცახის მემკვიდრეობის სრული დაკარგვის საფრთხეს ქმნის. წითელი ჯვარი აზერბაიჯანს ტოვებს, სომეხი პატიმრები კი სრულ იზოლაციაში რჩებიან. სომხეთში შეშფოთებით განიხილავენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აზერბაიჯანში საქმიანობას წყვეტს. ეს გადაწყვეტილება, რომელიც გავრცელებული ცნობით ბაქოს მოთხოვნით იქნა მიღებული, ბაქოს ციხეებში მყოფ სომეხ პატიმრებს სრულ იზოლაციაში აქცევს. წითელი ჯვარი იყო ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მათ ნახულობდა და ოჯახებთან კავშირი საშუალებას აძლევდა. პატიმრების ნათესავების თქმით, ბაქოს წარმომადგენლების დახურვასთან ერთად მათი უკანასკნელი იმედიც გვდება. რუსულ-აზერბაიჯანულ მედიაში დაპირისპირება გრძელდება. რუსულმა გაზეთამ მოსკოვსკი კომსომოლეცმა სტეფანაკერტში მხატვარ ივანე აივაზოვსკის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ ბაქო ნაცისტურ გერმანიას შეადარა. სტატიაში პარალელია გავლებული გერმანიაში ებრაული წარმოშობის ფიზიკოსის ჰენრიხ ჰერცის ბიუსტის დანგრევასთან. ეს გახდა საპასუხო რეაქცია აზერბაიჯანული მედიის ქმედებებზე, კერძოდ მას შემდეგ, რაც რუსულმა სააგენტო ტასმა სტატიაში მოეყენა ტოპონიმი სტეპანაკერტი. აზერბაიჯანულმა გამომცემამ რუსული ქალაქების ისტორიული სახელწოდებების გამოყენება დაიწყეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტასისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რადგან სტეპანაკერტის გამოყენება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შეურაცხყოფად შეაფასა. სააგენტომ ტოპონიმი ტექსტიდან ამოიღო, თუმცა ბოდიში არ მოუხდია. ჯენიფერ ლოპესმა ერევანში კონცერტი გამართა. ეკონომიკის მინისტრი კი ღონისძიებების ფინანსურ სარგებლებზე საუბრობს. 3 აგვისტოს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე მსოფლიო პოპ ვარსკვლავის ჯენიფერ ლოპესის სოლო კონცერტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 30,000-ზე მეტი მაყურებელი მასპინძლობდა ერევანი, მათგან 15,000 უცხოელი ვიზიტორი იყო. კონცერტი სომხეთის განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა გეორგ პაპოიანმა ღონისძიების ეკონომიკური ეფექტი შეაფასა. მისი თქმით, კვლევაზე დაყრდნობით კონცერტმა ქვეყანაში 13,3 მილიონი დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, მაშინ როდესაც მასზე 6 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს თანხა არ მოიცავს ქვეყნის პოპულარიზაციით მიღებულ გრძელვადიან სარგებლებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სომხეთი მსგავსი მასშტაბების ვარსკვლავებს
კიდევ უმასპინძლებს. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.